იცი რა შენი ერთ-ერთი კიდევ ძალიან წარმატებული მიმართულებაა როცა ძალიან ცნობილ ადამიანებს ბაძავ ხო არის მოდი ახლა მოდი ხა გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე ესეც თხოვნა რა თქმა უნდა მოდი ავარჩიოთ სამი ცნობილი ადამიანი შენ ვინც გინდა მე მოგცემ ლექს რომელიც დაწერა ჩვენმა სცენარისტმა ეხა არ წავიკითხე ამ წამს ლექსი კაცო რა ვქრათ გენაცვალე არა მართლა მაინც ეხა ლექსი ხო წამაკი წაიკითხე ნიკო კომილაურის ლექსი არაბიძის და იმის ბაჰატა გულიაშვილის შოუში და მიიღე მეორე ლექსი საჩუქრა შამი პარასკევი 90%-იანი ფასდაკლება ლექსზე რაღაცა იუმორისტული ლექსია აქაც უნდა დავტესტოთ თან ეს ლექსი რო არ შემოგვეთებისებია მაგ კარგ ხურობას ხო ვერ იტყოდი ვერ ამაშია საქმე მომაძა მისაღები გამოცდა ჩვეულებრივი რა და კი ბატონო და მივიღო ხო უნდა მოდი აი ჩამომითვალე აი სამი ადამიანი შენ დავათქვი ვინც გინდა სამი ადამიანი კარგი იქნებოდა რეჟისორის გარეშე კარგი არ გამოდის არაფერი თუ არ დადგა რეჟისორმა ვერ ვითამაშებთ პატა ხო იცი? კი ბატონო. ერთი რეჟისორი იყოს. მოდი იყოს რობერტ სტურუა. კი ბატონო. ეამა. ნუ ახლა რუსთაველის თეატრის სტურუა. სახიობი. მეორე იყოს არტისტი. და მესამეც იყოს არტისტი. კი ბატონო, ისეთიც არ იყო საჭირო, მაგრამ რეჟისორზე ვიცი. თუ ხო. მე ხო ის არტისტების ეს ამოჭერის მაინც რა ვიცი. მე რომ მივიდეს ხოლმე რუსთაველის თეატრში. არა, მე ვარ არტისტების მხარეს. ეგრეა, რა ვქნა. ანუ შენ არტისტო დამცველი ხარ? კი. პირველი სტროფი წაიკითხოს ბატონმა რობერტმა, მეორე წაიკითხოს ვინ იყოს? იყოს თვითონ თუ გვინდა ამის მივხვდებით. კი ბატონო. მანამდე სანამ ლაშა გადაავლებს თვალს რა ქვია ლექს ტექსტს მანამდე მე და პატა შემოგთავაზებთ სასიკვდილო ნომერს. მე ხوار ვიგე მონაწილეობას. ანუ მე ლექს დავიკითხე. ორივე უნდა გადმოვხდეთ. არ გინებთ, რაც სხვანაირი დაბოლოებებისკენ მიდის ეგ ამბავი რომ იქიდან რომ გადმოხტებიო და ისევ აქ ვიჯდეთ ჯობია. კი ბატონო. ორივე ავალდებით ადგილზე უნდა იყოს. ახლა კი ჰოპ გავქრები ცხოვრებული ტრისტანი ყრებოდა ხოლმე მაგას. დავიწყო? კი ბატონო. კი ბატონო. თუ ჯერ სასიკვდილო ნომერი. არა. ეს ბოლოს. ამას რომ დავამთავრებ გო ჩაინავს. ხო. აი, შენ ხო უნდა ნახო. ნამეტანი გაგითამამდით ეხლა. ბოდბოდის მაინც. არა. იდიკას. ბატკო. კაცო, ვერ დავისვენდ რაც ქვეყნად გაჩნდა. მერტო რა გქონდა კაცო ასეთ ვალე. თან ამოგვაცალე გვერდ და ნეკნი. და ეხლაც მტკივა მას ასე ჭვალოს ხოლმე შექმენი ჩვენი ტანჯველი ქალი მართლა ეგრეა ბატიკო მან მოდი მე ამ ბოდიში მე ამას ვეღარ გავაგზელებ ამ სუსტი გული მაქვს მოდი კახი შენ წაიკითხე გააგზელებ ამ ტექსტი იანვრის ბოლოს ალუჩაუნდა თებერვალში კი მოუნდა ბალი ვინ მოიფიქრებს ამას თუ არა შუაღამისას მშიერი ქალი კარგი ხარ კაცო ამას მე სადღაც წასვლა და შოვნა ხო უნდა იშოვო ეს იანვარში ალუჩა ეს რა თქმა უნდა ხუმრობა იყო ეს არ გეგონო თქვენ რომ რაღაცა ხალებო მაგარა და ეს წუწუნი ამად ღირდა მადლობა ღმერთო მადლობა ქალი რომ შეჰქმენ მე მის გარეშე წამიც არ მინდა
ძალიან ნაბილა ძალიან მაგარია. მე ხლა ისეთ არტისტულ ფორმაში ვარ, ჩემო ბატონო, რომ ყველაფერს ვითამაშებ პატიკო. 16 წლის რომეოსაც კი ვითამაშებ. ნეტავი იქ თეატრი არის. შეგენაცვალე. სხვანაირად ვერც დავასრულებდი დღევანდელ გადაცემას. მიყვარხარ, მადლობა რომ დრო დაგვითმე. ოქროს ადამიანი ხარ, ჩემო პაშა. შეგენაცვალე. მოწევლაშე. არ წახვიდე, მოდი ჩვენთან და ერთად არა, თქვენ აღებულობთ ფონაზილეოს ასეგდები რომ მე რაღაცა. ესე იგი, სულ ეს იყო, ჩვენ პატარა ნომერი გვაქვს, მაგრამ მადლობა ჩვენს ბაშიკოს მოგზაურს.